განვიხილოთ კლინიკური შემთხვევა, პაციენტს ეკეთა ბრეკეტ სისტემა, მისი ფრონტალური კბილები დასწორებულია, მაგრამ უკანა კბილებზე ვხედავთ, რომ ზედაყბა არის შევიწროებული და ქვედაყბის კბილები გარედან აჯდება ზედაყბის კბილებს, თუმცა ნორმაში არის ისე, რომ ზედაყბის კბილები ფართედ გადმოკლავს ქვედაყბის კბილებს და ავტომატურად ქვედაყბაც გადანაცვლებულია გვერდით, პაციენტს აწუხებს თავისი ასიმეტრია, ამიტომ გადაწყდა, რომ მხოლოდ ბრეკეტებით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ და საჭირო იყო ზედაყბის ქირურგიული გაფართოება და ხედავთ თქვენ სხვაობას, ეს არის შედეგი ზედაყბის ქირურგიული გაფართოების შემდეგ, აი ასე გამოიყურებოდა პირის დრო და აი ეს არის მკურნალობის პროცესი, როცა ზედაყბის თვალი გაფართოებულია, ზედაყბის თვალშია ჩასმული პირდაპირ მინი იმპლანტებით ზედაყბის გამაფართოებელი და ძვალში ხდება ზედაყბის გაზრდა. არ ვაწოდით კბილებს, არც ორთოდონტიური ექსპანდერით, არც ფართერკალით. უშუალოდ ძვალში მუშაობთ და ძვალი იზრდება, ახალი ძვალის წარმოქმნის პროცესი იწყება ნაკერზე და ძვალი იზრდება ხარისხიანად, ის არასდროს აღარ შევიწროვდება და ეს არის საბოლოო შედეგი, რაც ამ პაციენტთან მივიღეთ. არის ნიუანსები, რის გამოსწორებაც საჭირო არის, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ ინვიზალაინის დახმარებით. ამ ეტაპზე პაციენტს ეს შედეგი სრულად აკმაყოფილებს და ამ ეტაპზე ხსნით ბრეკეტებს და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, რა დასწორდება შემდეგ, ამას გაჩვენებთ მოგვიანებით სხვა ვიდეოში.